10 ყველაზე მდიდარი პატიმარი მსოფლიოში. მე-10 ადგილი ბორის ბეკერი, ქონება $500 მილიონი, 2022 წელს დამნაშავედ ცნეს ქონების დამალვისთვის გაკოტრების პროცესში. სასჯელი 2 წელი და 6 თვე. მე-9 ადგილი რაჯ რაჯარატნამი, ქონება $1.3 მილიარდი, 2011 წელს დამნაშავედ ცნეს ინსაიდერული ვაჭრობისთვის. სასჯელი 11 წელი. მე-8 ადგილი ბერნი ებერსი, ქონება $1.4 მილიარდი, 2005 წელს დამნაშავედ ცნეს $11 მილიარდი საბუღალტრო თაღლითობაზე. სასჯელი 25 წელი. მე-7 ადგილი ალენ სტენფორდი, ქონება $2.2 მილიარდი, 2012 წელს დამნაშავედ ცნეს $7 მილიარდი პონცის სქემის ორგანიზებისთვის. სასჯელი 110 წელი. მე-6 ადგილი ელ ჩაპო, ქონება $3 მილიარდი, 2019 წელს დამნაშავედ ცნეს ნარკოტრაფიკის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის. სასჯელი უადო პატიმრობა. მე-5 ადგილი ელიზაბეთ ჰოლმსი, ქონება $4.5 მილიარდი, 2022 წელს დამნაშავედ ცნეს ინვესტორების მოტყუებისთვის. სასჯელი 11 წელი და 3 თვე. მე-4 ადგილი ლეონა ჰელმსლი, ქონება $5 მილიარდი, 1999 წელს დამნაშავედ ცნეს გადასახადებისგან თავის არიდებისთვის. სასჯელი 4 წელი. მე-3 ადგილი მაიკლ მილკენი, ქონება $6.5 მილიარდი, 1990 წელს დამნაშავედ ცნეს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე თაღლითობისთვის. სასჯელი 10 წელი. მე-2 ადგილი მიხაილ ხოდორკოვსკი, ქონება $15 მილიარდი, 2005 წელს დამნაშავედ ცნეს გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფინანსური დანაშაულებისთვის. სასჯელი 13 წელი. პირველი ადგილი სემ ბენკმენ-ფრიდი, ქონება $26 მილიარდი, 2024 წელს დამნაშავედ ცნეს FTX-ის მილიარდობით $-ის ფინანსური თაღლითობისთვის. სასჯელი 13 წელი.